გაუმარჯოს ხალხნებო და დილამშვიდობის. არ ვიცი ხო ვინ დამიჯერებს სანამ დავიწყე ვიდეოს გადაღება მანამდე თმა დავივარცხნე. არა ადამიანს უბრალოდ გავისწორეთ ცოტა. ვინაიდან და რადგანაც წყალი მოვიდა ჯერჯერობით რა ვიცი წეღან მოსული იყო ყოველ შემთხვევაში საერცხის დღე მინდა იყოს დღეს თანხმალი სამსახურის რაღაცები არ გამირეცხია თქო. ჩავიტანოთ. ეს ჩვენი წიგნი. ჩემი და ბიცოლაჩემის რომელიც ჯერ არ წაუღია. ამიტომ აქ შევინახავ ლალო და აქ ვდებ და გამახსენით ხალხო, იმიტომ რომ ხო იცით შევახსოვრების ამბავი. დღეს რადგან ბოლო დღეა ჩემი სახლში ყოფნის, ახალი უმუშაობ. მინდა რომ მაქსიმალურად მივალაგო სახლი. კი დამაგვიანდა ხა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ კომპოტები გავაკეთე ხალხო, გუშინაც კომპოტები და დღესაც. ეხლა რო წვიმს, გუშინაც გაწვიმდა, გუშინ წინაც გაწვიმდა და მენანება ეს მსხვილი ალუბლისა და ხეთქავს რა წვიმა უკვე აფუჭებს რა და ძალიან დამენანა და ჩამოვკრიფე და სამი ბანკა ეხლა გამოვიდა, სამი გუშინ გამოვიდა. ნელა ეს სამობით გამოდის რომ ზამთრის ის გროვდება რა. ხო ეხლა იმის კომპოტი კიდევაც უნდა გავაკეთო რა ქვია, ალუჩის აღო ტარხუნა მინდა. ხო ეხლა მაგას დიდად კომპოტის გაკეთებას დიდად ის არ უნდა რა თავზე დგომა და რაღაცა მოკლედ ეხლა სანამე ყვავილები ბალბები გადავჭერი და ჩავკე სანამ ის გაკეთდა გავაკეთე უფრო სწორად და ყვავილები მოვწყე და რაღაცა მტრები და რაღაცა ესეც მოსახუფი გახდა რა ანუ ვაიმე და კომპოტი მაგასაკეთებელი და არამცალი არა მაქვს მომენტი. უბრალოდ ხომ მე ხომ მოხუპ ვერ გამორთავ ვერ დაანებებ. სადა გუშინ ეგ სიტუაცია მქონდა რომ უარი ვთქვი წასვლაზე, მაგრამ გოგოებმა დამელოდნენ და ერთად წავედით მაინც. გუშინ დავიწყე ძალიან კარგი იყო, ძალიან მიხარია რომ წავედი და დამელოდნენ. და აი მართლა კარგად ვიხალისეთ, ვიხუხუნეთ მიუხედავად იმისა, რომ 4-ნი ვიყავით. ძალიან კაია. ეს ივანეს მაიკა. კაცები გასაუთვებელი რაღაცებს ისე უკეცავარ უნდა გაუთოვება რა. აი ეს ჯინსების უყვილად მაყიდინა, ძალიან გამოუვარ სიტუაციაში, იმას რო აღარ რეცხავ ხოლმე, ან გასაუთვებელი როა, მაგ შემთხვევაში იცმევს ამას. მაგრამ ეს ჯინს ხო არ მინახებია თქვენთვის. განიერტოტიანი. ეხლა ბარბარეს აქვს ერთი მომენტი. პარასკევს მივიდივართ კახეთი. პარასკევს ვამთავრებ ექსკურსიებს ხალხ. მაგარი ხო და არასოდეს ეხლა თურქეთში რომ წავედით, მაშინ გავუკეთე მე შილაკის მაგვარი. იმიტომ რომ მართლა მაგვარს იმიტომ ვამბობ, რომ ანუ ზედაპირი და რაღაცა არ გამიხეხია, ისე რომ ჭხილი დამეზიანებინა რა ბარბარესში. არც მივესალმები სინამდვილე რო გითხრათ, როდესაც მაგას აქში იკეთებენ ჭხილებს. შილაკზე მაქვს ლაპარაკი. და არც სწორად მიმაჩნია. არც აუცილებლობად მიმაჩნია, არც აზრიანად არ მიმაჩნია. მაგრამ თრათ ეხა დესპოტი დედა არა ვარ, რომ იტყვიან ყველაფერი სანატრელი გაუხადო და ყველაფერზე ის გრძნობა ჰქონდეს, რომ ერთი დროზე გავიზარდო, რომ გავაკეთო. ანუ ამიტომ ამას უნდა გავაუთო ესე ვერ დაუკიდებ, ამოსიც კაი საქონელია. მინდოდა რომ ვითომ ესე შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება და ეს დაჭმჭმოს ვერ ვატარებ. გასასვლელი შარვალი. ხო და რას ვამბობდი? გუშინ თხოვა რომ გოგოებმა უნდა გაიკეთონო ძალიან სადა დაგრძელებით იკეთებს ცოტად. რომ ესე უნდა გაიკეთონო ექსკურსიისთვისო და შეიძლებაო რომეც გავიკეთო და თავიდან ვფიქრობდი რომ უარს ვეტყოდი. მაგრამ ისიც არ მინდოდა რომ გადაწყვეტილება მარტო მე მიმიღო და ამიტომ ვთქვი კაი ჩემგან ხო გაქერთი კი
მაგრამ მაინც მეთქი მამასაც კითხე თქო. და ორი დღე გარჩევა მიდის რა. და შევჯერდით იმაზე, რომ ეს ერთხელ გაიკეთოს, ნახოს. არც ლაშა მაგის ერთადერთი ის უთხრა, რომ ლამაზი ფრჩხილები გაქვს, ლამაზი თითები გაქვს და არ უნდა დაიზიანო არაფრის დიდებით და ეგ ხო კარგად იცი, რომ აზიანებს ყველაფერსო და ეს ხო იცი უკვე რა სიტუაცია, რომ უნდა და რაღაცა და კაი. მე ვერ იტყვის, რომ ყველაფერს ან არ ექნება სათქმელი, რომ რაღაცას არ ვაკეთებ. ახოს. ამიტომ და გაიკეთოს. ფასი რო გავიქეს უჯანი დამატდა 25 ლარი უნდა. ოღონდისა თანის დააყოლა რომ მე მაყო და პაპა რო აძლევს ხოლმე ინახავს, ბიძინა რო აძლევს ხოლმე ფულს ინახავს. ხო და აი როგორ უნდა დამეკივლა რა 25 ლარი ხო ვერ ახალ მეთქი კატა დააყოლა რომ მე მაყო და დავატორმოზებ. ხო და ანუ აკრძალვები ვიცი, ბევრჯერ ისეთი რაღაცა ამიკრძალია, რომელზეც მე უბრალოდ აი რომ დუხზე არ დავცემულვა და თანხმობა არ მიმიცია, მაგრამ შეიძლება რომ თანხმობაც მიმეცა და ან რაღაც მომენტში რომ გამაბრაზებენ რაღაცას აღარ ვთავნებას. ეგრეთ წოდებული ეს ვინ არის სამაგიეროს გადახდის სიმაში. რაღაც მომენტში ვხვდები რომ სწორედ არ ვარ ხო, მაგრამ მაინც ხო იცით. რა დედობა თანდაყოლილი არავის არ აქვს და ყველა ეტაპზე ჩვენც ვსწავლობთ, ჩვენ შვილებთან ერთად. ხო? ეგრე. მე მეორე შემთხვევა თუ რაღაცა მსგავსი ხდება, უკვე ვიცით რა, როგორ ანაირად. მაგრამ არასოდეს არ ვიტყვი. რადგან აქეთ მიდის და რაღაც რატომღაც მაინც ბავშვებზე და შვილებზე და რაღაცაზე არასოდეს არ მიყვარს იმის თქმა, რომ ჩემი შვილი ამას არიზავს და არიზავდა. აი ამას 100% თამბობენ და ბავშვს თავზე არ აქვს ასაკის მნიშვნელობა იქ ბაღის სკოლის თუ დამამთავრებელი იქნება თუ სტუდენტი იქნება ამას რო იწახიან, ეს არასწორად მიმაჩნია. იმიტომ რომ არ იცი შენ ის ბავშვი რა სიტუაციაში ვარდება, თუნდაც როგორი არის გარეთ. მიუხედავად ამ დროს, როდესაც ყველაფერი საშიში არის და რაღაცა ყველანაირი ცუდი ხელმისაწვდომია, მიუხედავად მაგისა და მიუხედავად იმისა, რომ წეღანაცა ვთქვი, კი ვუშლი ბევრ რაღაცას, მაგრამ თლათ არ მინდა ისე იყოს და ისეთი დისტანცია და ისეთი დაშლა გავაკეთო რაღაცის მიმართ, რომ რაღაცა რო იყოს, ვერ მითხრან, ან ვერ ისაუბროს ნებისმიერ თემაზე, ანუ ეგეც არ მინდა, რომ ეგრეთ წოდებული უხილავი კედელი აღმართოთ რა, ხო? მაგრამ თლაც ესე გაშინაურება და გაძმაკაცება და გადაქალებაც არ მინდა. იმიტომ რომ არ მინდა მე რაღაცა ზღვარი დაიკარგოს. რა, წეგანად თქვი, ანუ ამ ყველაფერს ჩვენც ვსწავლობთ, ხო? ჩვენ ვარ გვაქვს თანდაყოლილი, რომ დავიბადეთ დედებად, მამებად, ბებიებად, ბაბუებად, პაპრებად, რა ვიცი. ხო არის ეს ივანესია. ხო და რადგან აქეთ წავიდა საუბარი, დილას უსმენდი ერთ კაცს. ამ ვიდეოს ბოლოს ჩაგიგდებთ მის ვიდეოსაც, ოღონდ იმ ტელეფონში მაქვს. თუ გადმოიწერა, მესენჯერში გადმოვწერ აქეთ და ისე დავდებ. ტაქსის მძღოლია, რომელიც ტაქსაობს ქართული კომპანია თუ საქართველოში ტაქსაობს ეს სიტყვით და ჩაწერა ვიდეო თუ რა ხდება. და კაცი არის გაგიჟებული თუ რა ხდება მოზარდებთან დაკავშირებით. მიმართავს ემიგრანტებს, რომლებიც შვილის თანხებისთვის არიან წასულები და სწავლა-განათლებისთვის. მიმართავს მათ, რომ მიაქციეთ ყურადღება, რომ რამდენად სწავლა-განათლებისთვის იხარჯება ეს ფულიო და მე მაგ მომენტის, მაგრად მეშინია.
იმიტომ რომ წეღანაც თქვი არავინ არ იცის სახლის გარეთ რო გავა, რას გააკეთებს, რა სიტუაციაში ჩავარდება, ვინ რას ან ჩაგდებს ისეთ სიტუაციაში, რომ რამე გააკეთოს, ან თვითონ ჩვენი შვილი ჩაგდებს სხვა სიტუაციაში, ამიტომ არასოდეს არ დაიფიცოთ, უბრალოდ ერთი რაღაც, რომ აუცილებლად ცხოვით გავკეთეთ აღსაცმელი. უნდა ველაპარაკოთ კი და იმ ცუდის აზრიც უნდა იცოდნენ რა არის და სადამდე მიიყვანენ. კაი ურთიერთობა ბავშვებთან, ძალიან შინაურული ურთიერთობა და გახსნილობა და რაღაცა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აი თლათ აი მე მაგისი ძმაკაცი და მაგისი დაქალი და რაღაცა, ეგეც არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ უნდა იყოს ზღვარი დედასა და შვილსა და მამასა და შვილს, თუნდაც პაპა ბაბუაზე, რომ ეს უბრალოდ ჩემი ძმაკაციათი არ უნდა რიდიც იყოს, იმიტომ რომ ის არის მშობელი. რა ვიცი. გვეშლება, რადგან არ გვეშლება. რაღაც მომენტში იმიტომ გვეშლება, რომ ვფიქრობთ, რომ ის იმ მომენტში კარგია. აი მე მაგალითად რო ვიყავი ისეთ ასაკში უკვე ისეთ მე-11 და სადღაცას მინდოდა ხოლმე გაშვება და არ მიშვებდა ხოლმე დედა, მეგონა რომ ტრაგედიად მიმაჩნდა რა, ძალიან იშვიათად სადმე არ გავეშვი, მაგრამ რაღაც მომენტში რომ ჩათვლიდა ხოლმე რომ არ მიშვებდა, აუ მეგონა რომ ძალიან უბედური ვიყავი, რომ აი არ გამიშვეს და ნახე სხვები როგორ კარგად ერთობიან რა რაღაც. ეხლა ჩემ გადმოსახედი და რომ ვფიქრობ, არც მე გავუშვებდი. რაღაცებს მე მივხვდებით ხოლმე რა და ალბათ ჩვენი შვილებისთვისაც ამასე იქნება. ამიტომ ზღვარი მართლა აუცილებელია რა. ეხლა მაგალითად ამას არ უნდა დავუშვებ. ძალიან ამიშარვალი იყო ის. დაღეჭილი. ამას არ უნდა. შვენიე. ხო ცოტა ხელს წავკრავ ეხლა რა არ დავაუთო. ბიძინა მყავს აქვსთან. ავაც დავლიეთ, ვიჭურჭუკეთ, ვიჭორავეთ. ხო და ეხლა მოკლედ ჩავაგდებ იმ ვიდეოს, ამ ვიდეოს შემდეგ და რავი, ხალხი ყველას გვაშოროს ესეთი რაღაცა რა, იმიტომ რომ მართლა საფრთხილოა ამ პერიოდში ყველაფერი. თანამკაც რო უსმინე და ბოლოში რაც ამბობს, ტაბლეტებზე და რაღაცეებზე გამაჟრია სრულიად. და ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია თუ ვიღაცა მოიფიქრებს და მოიწადინებს რაღაცას. ასე რომ ძალიან ფრთხილად რა უნდა გაკეთდეს, არ ვიცი. რა ეშველება მაგ სიტუაციას და როგორ გამოსწორებადია. თუ შეიძლება თუ არა, ან ვისი და რის ერთობლიობით შეიძლება აი ხარას ვიდეოსაც ჩავწერ რაღაც და დავდებ რატომღაც ვალდებულადაც ვიგრძენი თავი, რომ როგორც ამ კაცმა გაავრცელა ინფორმაცია, მეც შეძლებს დაგვარად დავეხმარო ამას. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა ნახა კი. ხო და რავი, კარგად დასაფიქრებელია. ნუ ამ უცხოელების გაპარპაშება ცალკეთე მაგით. კაი, მე ხამ იმ ტელეფონიდან გადმოვწერ. მაგ ტელეფონში ამ ვიდეოს და დავდებ. და მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობ. ეხლა მინდა შევეხო ესეთ რაღაცას. ემიგრანტებო, პირველ რიგში თქვენ მოგმართავთ, ვისაც შვილები ყავთ დატოვებული აქეთ, თქვენს ქვეყანაში. მე ემიგრანტი ვიყავი, კაი ხანი, იცით, დავბრუნდი, ჩამოვედი და ფაქტის სახეზეა, რაც დამხვდა, როგორც დამხვდა, ჩემი შვილი რა ვითარებაშია, რას აკეთებს და როგორ ცხოვრობს. რისი თქმა მინდა, მე მყავს ელექტრომანქანა BYD, რითიც მუშაობდა, ამით ვირჩენ თავს. კომპანია Yandex-ში ვარ გაწევრიანებული და თბილისში ძირითადად საღამოს პერიოდში ვიწყებ მუშაობას, დილამდე ვარ თბილისის ქუჩებში და ვემსახურები ჩვენ ქართველ ადამიანებს და ჩვენ ტურისტებს და ყველას. იმდენ სიბინძურეს ვეყრები ყოველ დღე ხალხნო, რომ სიტყვები არ ყოფნის როგორ ახსერო ეს ყველაფერი.
ღამის კლუბებში ჯერ ღამის კლუბები ავიღოთ ის რომ ჩვენ ეკლესიების პირდაპირ არის ღამის კლუბები აგერ შუაში ეკლესია გვერდზე ღამის კლუბები მთელი არაბები მთელი ეს ფერატკანიანები რა ვიცი რომელი რჯული ერთი ჩამოვთვალოთ ჩვენი 18-17 წლის გოგოები მათთან ერთად მთელი ღამე ერთობიან მანქანაში რომ მიჯდებიან ისეთი მყრალი სუნი ამოსდით პირიდან ან რასვავენ არ ვიცი და დღემდე ვერ წარმომიდგენია მოსაწევი სუნი უგონო მდგომარეობაში რამდენი ჩემერჩვის გეპიცები გამეღვიძე მინოს რომ აი მიგიყვანე მისამართზე და გონზე ვერ მომიყვანია ეს გრძელდება სისტემატიურად ხალხო ყოველ დღე ყოველ ღამე თბილისის ღამის ქუჩები იწყება ღამის 12 საათიდან არის დილამდე რა ეშველება ამ ყველაფერს ემიგრანტებს მოგმართავ თქვენ შვილებს ნახევარზე მეტი ემიგრანტის შვილები რო გონიათ რომ სასწავლებლის ფულებს უგზავნით რო გონიათ უგზავნით რაღაცა გადასახადის ფულებს რატო არ აკონტროლებთ თქვენ შვილებს და რატო არ კითხულობთ იმას თუ თქვენი შვილები რას ჩადიან და ამ ფულს სად ხარჯავენ და რაში ხარჯავენ ეს ჩემი საქმე არა ეხლა იტყვის ბევრი იტყვიგანი შემოხვალ დამიცეთ რაღაცა კომენტარებს რა შენი საქმეა ჩემი შვილი რას დახარჯავს ჩემი შვილი სადივი ზუსტად ჩემი საქმეა მე ვარ ქართველი მაშასა და მე მეზდება საქართველოში შვილი რომელიც 18 წლის გახდა მომავალი წლიდან ჩემი შვილი სტუდენტია და უნდა თბილისის ქუჩებში ჩემმა შვილმაც უნდა იაროს მე არ ვიცი ჩემი შვილს ვინ გადაეყრა მე რა დაზღვეული ვარ ჩემი შვილი ყველაზე უკეთესია მეთქი ამას არ ვიტყვი ღმერთმა დამიპაროს სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს ნარკოტიკით გაჟღენტილი ახალგაზრდობის სიმრავლე უპატრონობა განუკითხაობა ამაზე პასუხი რატო არ აქვს ხალხო ამაზე რატო არ უფიქრდებით თქვენი შვილები რას აკეთებენ ღამის 12 საათზე რო გავა შენი შვილი კარებს გაიხურავს და დილის 6 საათზე შემოდის ამაზე პასუხი სად აქვს რატო არ ფიქრობთ სად იყო ჩემი შვილი ვისთან იყო და რას აკეთებს და რას აკეთებდა ამ მთელი ღამის განმავლობაში რა ტელეფონზე დაგირეკა ხო დედა აქა ვარ მეგობართან ვარ ვანოსთან პეტროსთან მაიასთან მაიკოსთან რავი თაკოსთან რა მნიშვნელობა აქვს ამით ვიჯერებთ ჩვენ და გულს ვდებთ რომ ჩვენი შვილი მაიკოსთანაა თუ თაკოსთანაა თუ პეტრესთან თუ პავლესთან არა ხალხო თქვენი შვილები იღუპება 50% ახალგაზრდობის იღუპება ნარკოტიკში ცურაოს თქვენი შვილები რატო აგჯერავთ ჩემი ამაზე გაამახვილეთ ყურადღება ხალხო გადაირიეთ პროსტა როგორ ან ძმა არ აყავს ან და არ აყავს ან ბიძაშვილი არ აყავს დავიჯერო ან ბებია ან დედა ან მამა ასე თქვენ შვილებს როგორ აძლევთ უფლებას მთელი ღამე აი ესე ქუჩა იარონ და თავიანთი სხეული მიყიდონ ბინძურ ფერატკანიანებს ბინძურ არაბებს რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაიპყრეს ხალხო მთელი თბილისი მაგათ ხელშია მთელი თბილისი და 18-17 წლის გოგოები მაგათ ხელშია სად არიან მათი მშობლები სად არიან მათი პატრონები არსად ჩახართ დამიჯერეთ ხვალე თქვენი შვილი იქნება რიგში აი ეს არის ჩემი კომენტარი მე ამას ვიძახი და ეს ხდება ჩემს მანქანაში მე ყველას უმთხუნებ ნახევარზე მეტი მანქანიდან მიხდება ფოტოებს მიღებენ ვიდეოებს მიღებენ მე მუქრებიან შენ ვინ კითხავს ვინ აყარ მაგრამ მე არ გავჩერდები თავის გაწირვა რომ მომიწიოს მაინც შევწირავ თავს ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის რა მე პატრიოტიკაციო მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ყოველთვის მეყვარება ბოლომდე სანამ პირში სული მიდგას და აი სანაგოე თქვენ შვილებში რაცაა და რო არ ინტერესდებით და იმ სიმბიძურეში დაძირული ბავშვები მეწოდებიან შვილს გეპიცებ იმიტომ მეწოდებიან რომ პატრონი არ აყავთ აზე მოდით ხალხო ტიკტოკში ტრაკის ქანაობა კი არა ტიკტოკში ღამის გათენება და ვიღაცა მათხოვრების ქოინების ყურება კი არა თქვენ შვილებს მოთხოვეთ პასუხი თქვენ შვილებს ერი აღარა გონებაზე ერი და ერში შედის ჩვენი მომავალი თაობა ჩვენ
40 წლის 60 წლის ხალხმა რაღაცა მაინც უნდა აკეთა ცხოვრებაში და პატიოსნებაში გაიზარდა 90% რა ვინც ძველ დროში ვართ დაბადებულები და ვიცით რა არის გაჭირება ვიცით რა არის დალხინებაც და ვიცით რა არის პატივისცემა გინდა ეკლესიის გინდა ბერის ერისა და ჩვენ ქვეყანას წმინდა მიწას ასეთი რამე დღემდე არ ახსოვს და ამაზე პასუხი არავის არ გაქვთ მიხედეთ საკუთარ შვილებს და აზზე მოდით რა ცოტა მიხედეთ თორე დამიჯერეთ რა დამიჯერეთ ძალიან დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე ერთ პატარა კიდე მაგალითს მოგიყვანთ რეალობას სრულ რეალობას 18 წლის ბიჭი მიჯდება მანქანაში და მეუნება გამიჩერე აფთიაქთან გაუჩერე ღამის 3 საათია გამოვიდა აფთიაქიდან და მეუნება ძე არ გინაებს ტაბლეტკებს გაგიყოფ მეუნება რა ტაბლეტკებია შვილო მეთქი რა ტაბლეტკებს მიყოფმეთ აი ქალთა რომ მიხვალო მაგარი გაგისორდებაო რა მაგარ სტიმულს მოგწევს 18 წლის ბიჭს რო ტაბლეტკები დაჭირდება ხალხო იმის შვილი იმისი გამრავლება არის 0 სტოლპას აი მეც აღარაფერს გეტყვით თქვენი ამოთემურიში ღმერთმა გიშველოთ ღმერთმა შეგინდოთ და ემხელათ სოდვით თელი ცხოვრება არ უნდა დადიოდეთ და ეს ცოდვა რას ნიშნავს იცი ჩვენი უყურადღებობა ჩვენი შვილების მიმართ პირველ რიგში რა თავრობა ოდითგანვე ნაგავი იყო და იქნება ყველა ქვეყანაში მთავრობის მოყვარული ადამიანი არ არსებობს თავრობას ნუ მიაწეთ ყველაფერს საკუთარ შვილებს მიხედეთ რო გეღუპებათ რა